მიზანიც ეს არის, რომ მე გავაზიაროთ. მოგესალმებით, მეგობრებო, ვაგრძელებთ საინტერესო ვებინარების სერიას და დღეს გვინდა გესაუბროთ ენერგეტიკულ თემებზე, ნამახვანხესის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც გაშვებული შესაძლებლობა, აი პერსპექტივიდან რომ დავინახოთ, ეს ყველასთვის საინტერესო და ყივნეული თემა არის სამწუხაროდ, იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც მივიღეთ საბოლოო ჯამში და დღეს ამ თემებზე ძალიან დეტალურ ინფორმაციას და ძალიან საინტერესო ინფორმაციას მაკა ფარჩვანია მოგვიყვება. მაკა არის ექსპერტი ენერგეტიკის თემებში, არის ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი და მაკა ძალიან დიდი მადლობა ამ ზაობისთვის, რომ გადაწყვეტეთ, რომ სპედას წევრებისთვის მოვაწყოთ ჩაატაროთ ეს ვებინარი. დიდი მადლობა, მე დროს არ წავიღებ, მაკა თქვენ გადმოგცემთ ახლა და შეგვიძლია რომ დავიწყოთ. დიდი მადლობა სმედას და თავად პირადად გიგას ამ შესაძლებლობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვადგინო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის ენერგეტიკული საკითხები და მათ შორის ნამახვანი, რა თქმა უნდა, ამ დარგის სპეციალისტებისთვის და ზოგადად დარგში ჩახედული თითოეული ადამიანისთვის არის ნამდვილად ძალიან მტკივნეული თემა, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, როდესაც ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხი ესე მწვავედ დგას. მივესალმებით თითოეულ მონაწილეს, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მე სიამოვნებით ვიპასუხებთ ყველა კითხვაზე, ასევე შემიძლია ვისაუბრო ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ ენერგეტიკასთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემა არის ნამდვილად ამოუწურავი, თვითონ ნამახვენხესთან დაკავშირებით ძალიან რთულია ჩაეტიო 1 საათში, თუმცა მე ძირითადად მაინც სამართლებრივ საკითხებს შევეხები, გამომდინარე ჩემი პროფესიული საქმიანობიდან, მე იურისტი გახლავართ, ენერგეტიკის სამართალს ვკითხულობ ამასთან საბას უნივერსიტეტში და ბუნებრივია, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სამართლებრივ საკითხებს შევეხო და კონკრეტულად ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ თემებზე ვისაუბრო, რაც იყო ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი და რამაც განაპირობა თვითონ ის პოზიცია, რა პოზიცია ძალიან ბევრმა მოქალაქემ დააფიქსირა სწორედ ამ პროექტის განხორციელების ამ პროექტის მიმდინარეობისას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი საკითხზე სასაუბროდ ღია ვარ და რა თქმა უნდა, კითხვების შემთხვევაში ხშირად ჩვენ ანუ როდესაც აქტიურ ფაზაში იყო პროტესტი ამ პროექტის მიმართ, ძალიან ბევრი მითები არსებობდა და ჩემთვის განსაკუთრებით ამ მითების, ასე ვთქვათ, გაბათილება ან დადასტურება, რომ ეს მითი არ არის, ეს რეალობა არის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ყველა ერთული რაც არის და რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არის დეзинფორმაცია. ეს არის პირველ რიგში არასწორი ინფორმაცია საზოგადოებისთვის და მე ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოებას უფრო მეტი კრიტიკის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ჰქონდეს და ძალიან კრიტიკულად უყურებდეს ყველა საკითხს, რაც არ უნდა ის კარგად შეფუთული იყოს და სასიამოვნო მოსასმენი. მაინც ვფიქრობ, რომ კრიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომ მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოვისმენ თქვენ კრიტიკას, იმ კრიტიკულ კითხვებს და მზადვა რომ გიპასუხოთ რა თქმა უნდა, გავრცელებული მოსაზრებები და შესაბამისი წყაროების მითითებით, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მე მომეცემა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თუნდაც რუსული პროპაგანდა რამდენად დიდი არის დღეს მსოფლიოში და რამხელა გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში მარინა ოვსიანკოვას იმ ბანერით გამოსვლამ, რაც უკრაინელ
ბლოგერების ან უკრაინულ გვერდებზე რო შეხვიდოდით, იმ წუთას იქნა ახმული როგორც რუსულ პროპაგანდაც და იყო ძალიან ასე ვთქვათ ვრცელი ბლოგები და სტატიები, რომ ეს იყო აბსოლუტურად დადგმული, თუმცა ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, ის ძალიან სწრაფად გამოაცხადეს გმირად, იმიტომ რომ ძალიან ემოციური იყო, დარწმუნებული ვარ, როგორც ჩემთვისაც ნებისმიერი მოქალაქისთვის და ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მარინა ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მას ყავდა კიდევაც ადვოკატი და ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, $200-მდე ჯარიმით გამოვიდა მთელი ამ უზარმაზარი სკანდალიდან. თუმცა ფაქტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ძალიან კარგია თუ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ამას გაიმეორებს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც ძალიან, ასე ვთქვათ, ხშირად ხვდებით ენერგეტიკის სფეროში და ენერგეტიკაში. ისინი ავრცელებენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, საკითხებს, რომელიც იმ ქვეყნისთვის და იმ ქვეყნის საზოგადოებისთვის არის მაქსიმალურად მტკივნეული. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის ეს პატრიოტული თემები, მიწასთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყნის დაცვასთან დაკავშირებული საკითხი, რომ ჩვენ ქვეყანა არავინ არ უნდა წაგართვას და ჩვენ არ უნდა, ასე ვთქვათ, დავთმოთ ჩვენი მიწა-წყალი, რაც ასევე ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ ჩვენ აქედან გარკვეული დასკვნები და გარკვეული, ასე ვთქვათ, სიკეთეები უნდა გადავწონოთ და გადავწყვიტოთ რა არის რეალურად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პირველი რასაც მე ვისურვებდი რომ საზოგადოება ერთიანად და ასე ვთქვათ ერთობლივად შეთანხმდეს რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ქვეყნის დამოუკიდებლობის განმაპირობებელი. ანუ იმისთვის რომ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ისე ეკონომიურად, მას აუცილებლად ჭირდება ენერგეტიკული უსაფრთხოება და ხშირად იყენებენ ტერმინს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ენერგეტიკული დამოუკიდებლობაზე, რა თქმა უნდა, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ შენი საკუთარი რესურსებით სრულად დააკმაყოფილო. მოთხოვნა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას შეიძლება რომ არ ქონდეს რესურსი, თუმცა დივერსიფიკაცია და სხვადასხვა წყაროების და სხვადასხვა საშუალებების არსებობა ამის აბსოლუტურ გარანტიას იძლევა. ანუ ის რაც უკრაინაში მოხდა და რამაც ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი რესონანსი გამოიწვია, არის ის, რომ უკრაინა აღარ არის რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, ის სრულად შეუერთდა ევროკავშირის ინფრასტრუქტურას, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის პერიოდში მას შეუძლია კონდეს უკვე ევროკავშირის იმედი და ის სწორედ მიიღებს ევროკავშირიდან იმ, ასე ვთქვათ, დეფიციტს, რაც ქვეყანაში იარსებობს. ეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დიდი შედეგი არის უკრაინისთვის და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის ძალიან ბევრი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩაიხსნას ინფრასტრუქტურულად რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ მასზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს. რა ხდება ჩვენ შემთხვევაში? ჩვენ შემთხვევაში ჩვენ იმისთვის რომ პირდაპირ დაუკავშირდეთ ევროკავშირს არ გვაძლევს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას. ანუ ჩვენ ან თურქეთით ერთადერთი ასე ვთქვათ შესაძლებლობა არის რომ თურქეთით მივიდეთ ასე ვთქვათ ევროკავშირამდე. და ამას ვიყენებთ კიდევაც, ხომ, გაზის ნაწილში, როდესაც ჩვენზე გადის ცნობილი აბრეშუმის გზა, რითაც ასევე მარაგდება ევროკავშირი. ინფრასტრუქტურულად ბუნებრივია ჩვენ დაკავშირებული ვართ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის სასომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი და თურქეთი და შესაბამისად ჩვენ დიდი ალტერნატივა არ გაგვაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ გვექნება დეფიციტი, ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შესაბამისი პროდუქტის მოწოდებისთვის. ერთადერთი მინდა ძალიან კარგად გაიგოთ, რომ და ანუ გაითავისოთ, რომ ენერგეტიკაში ინფრასტრუქტურას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა.
გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით დაკავშირებული ინფრასტრუქტურულად ქვეყანასთან, ჩვენ ვერ შევძლებთ აღნიშნული პროდუქტის მიღებას. გაზის ნაწილში უფრო ასე ვთქვათ ტექნოლოგიები წინ წავიდა და არის შესაძლებლობა რომ LNG ანუ ტრანსპორტირებით მიიღო, ანუ ამას არ ჭირდება გარკვეული ინფრასტრუქტურა და შემდეგ LNG შეუშვა შენ ინფრასტრუქტურაში და ამით მიიღო გაზი. თუმცა ელექტროენერგიაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე, ამისთვის ინფრასტრუქტურა ამ ეტაპისთვის აუცილებელია. სამომავლოდ ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება ჩაანაცვლოს ინფრასტრუქტურა. რა იყო ნამახვან ხესის ძირითადი გამოწვევა, რამაც განაპირობა ქვეყნის, ასე ვთქვათ, ორად გახლეჩვა, ხო, სადაც ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების ეწინააღმდეგებოდა პროექტის განხორციელებას. ეს არ არის ახალი. ეს არ ყოფილა პირველი, უბრალოდ ეს იყო პროექტი, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი რეალურად ხორციელდებოდა. პროექტს შეექმნა იმის შესაძლებლობა, რომ ის რეალურად განხორციელებულიყო, იმიტომ რომ ინვესტორი ამითი იყო დაინტერესებული და ის ყველაფერს აკეთებდა, რომ პროექტი მieყვანა ბოლომდე. ამიტომ ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პროექტი არ განხორციელებულიყო. და ეს მათ მართლა ძალიან კარგად გამოუვიდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნამახვანის გარდა იგივე ხუდონი, ნესკრა არის ის კრიტიკული პროექტები, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუმცა იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა და უსიამოვნება ამ პროექტებთან მიმართებაშიც, მაგრამ არა ამხელა, იმიტომ რომ რეალურად პროექტი არასოდეს არ მისულა იქამდე, რომ განხორციელებულიყო ყოველთვის, ასე ვთქვათ, მხარეებს შორის, მას შორის მთავრობასა და ინვესტორს შორის ხდებოდა რაღაცა გარკვეული უთანხმოებები, ან რაღაცა საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და შესაბამისად პროექტი რეალურ განხორციელებამდე არ მისულა. რაც არ იყო ნამახვანის შემთხვევა, ამიტომ იყო მაქსიმალური რესურსი მობილიზებული ამ პროექტის წინააღმდეგ და ვრცელდებოდა უამრავი მითი და უამრავი არასწორი ინფორმაცია, თუ რატო იყო ეს პროექტი, ასე ვთქვათ, არა სახარბიელო, ხო? პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ხშირად აპელირებდნენ, იყო ჩანაწერი, რომ კომპანიას 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნდა მიეყიდა მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში ესკოსთვის და ამ 15 წლიდან ეს ვალდებულება მას 8 თვე ეკისრებოდა. ეს იყო ეგრეთ წოდებული PPA ხელშეკრულება, ანუ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც არ არის ახალი და არ არის, ასე ვთქვათ, სიახლე ჩვენ სფეროში. არსებობს არაერთი ხელშეკრულება, რომელიც სარგებლობს ამ შესაძლებლობით და ახალმა კანონმა, საჯარო და კერძო PPP კანონმა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონმა ეს შეზღუდა. ანუ ყველა ადრე ძალიან ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი იყო, რომ კომპანიას მოეთხოვა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება და მთავრობა მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ამას თანხმდებოდა. თუმცა ახალმა კანონმა ეს გამარტივებული ნაწილი მთლიანად ჩახსნა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაუშვა გარანტირებული შესყიდვა და ნამახვანი იყო, რა თქმა უნდა, ამ სიაში. თუმცა ნამახვანზე თვითონ მოლაპარაკებები და ხელშეკრულებაზე შეთანხმება ბევრად ადრე დაიწყო კანონის ძალაში შესვლამდე და გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც კანონი ძალაში შევიდა ხელშეკრულებაზე, თითქმის ყველა პირობაზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ და შეთანხმებამ წაიღო თითქმის 2 წელი, წელიწად ნახევარი მიდიოდა ძალიან მძიმე კამათი და არაერთხელ ინვესტორმა დატოვა სამინისტრო პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ ძალიან რთული არის შეთანხმება გარკვეულ
ასე ვთქვათ, პუნქტებზე, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ დაცულიყო ბალანსი. ანუ სახელმწიფო დათანხმდა იმ პირობებს, რაც იყო საუკეთესო იმ პერიოდისთვის და მიზანი ერთადერთი ამ დათანხმების იყო თავად პროექტის განხორციელება. ძალიან ეჭვმეპარება, რომ ვინმეს ეს ხელშეკრულება რეალურად წაკითხული კონდეს, ძალიან რთული ხელშეკრულება არის და მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, შეიძლება ძალიან კარგი იურისტი იყოს, მაგრამ მარტო ხელშეკრულების წაკითხვით ის ვერ გამოიტანს ვერანაირ დასკვნას, თუ მან არ იცის ენერგეტიკული კანონმდებლობა და ის არ იცნობს ბევრ კანონს და იმ ნორმატიულ აქტებს, საიდანაც ეს ყველაფერი გამომდინარეობს. ხელშეკრულებაში, როდესაც ვსაუბრობ ჩვენ გარანტირებული შესყიდვის ნაწილზე წარმოუდგენელია ვისაუბროთ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ელექტროენერგიის სიმძლავრის ბაზრის წესების გარეშე, სადაც დეტალურად არის აღწერილი ექსპორტის ნაწილი, როგორ ხორციელდება. და სწორედ ამ ნაწილზე იყო, ხო, აჟიოტაჟი, ასე ვთქვათ, ატეხილი, პირველი ის, რომ რატომ 15 წელიწადი, მე მივხვდნენ, რომ ეს არ იყო სწორი მიდგომა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებ პერიოდზე სახელმწიფო ვალდებულებას მით უკეთესი არის, ანუ გარანტირებულ შესყიდვაზე, იმიტომ რომ თავისუფალ ბაზარზე გასვლა ბუნებრივია, რომ კონკურენციის პირობებს ზრდის და შესაძლებელია, რომ რეალურ ფასზე დავიდეს, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის ფასი, თუმცა 15 წელი აღებული იყო ტარიფიდან გამომდინარე, რომ ტარიფი ძალიან მაღალი არ გამოსულიყო, ამიტომ მაქსიმალურად გაზარდეს ვადა, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ვადაზე, ონის შემთხვევაში ეს იყო 20 წელი, დარიალის შემთხვევაში 10 წელი, ქართლის ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში 13 წელი. ანუ თვითონ პროექტის და ფინანსური დასაბუთებიდან გამომდინარე, ოპტიმალურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას იღებენ და სწორედ ამიტომ იქნა შერჩეული 15 წელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ონის შემთხვევაში ეს იყო მთელ პერიოდზე, ანუ მთელი 12 თვე სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ შეესყიდა ელექტროენერგია გარკვეულ ფასად, ნამახვანის შემთხვევაში ესე არ იყო. ნამახვანის შემთხვევაში იყო მხოლოდ და მხოლოდ 8 თვე და ეს 8 თვე არის ქვეყნისთვის კრიტიკული. ანუ, როდესაც ელექტროენერგიის დეფიციტია ქვეყანაში და დღესდღეობით მთლიან ჭრილში თუ ავიღებთ, ჩვენ ნამახვანის აშენების შემთხვევაში ამ დეფიციტს ვანოლებდით. ანუ, ჩვენ შეგვეძლო, რომ უკვე ჩვენი რესურსით დაგვეკმაყოფილებინა ის მოთხოვნა, რაც ქვეყანაში იარსებებდა. აქედან გამომდინარე, ეს 8 თვე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის დეფიციტური 8 თვე, როდესაც ქვეყანას ჭირდება ელექტროენერგია და ახორციელებს იმპორტს, ხოლო დანარჩენი 4 თვე, როდესაც ქვეყანაში არის, ასე ვთქვათ, ჭარბი ელექტროენერგია, როდესაც უკვე თოვლი დადნება, მდინარეები წყალუხვობა შეიმჩნევა და ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, გამომუშავება მაქსიმუმს აღწევს, ბუნებრივია ამ პერიოდში გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ჭარბი ელექტროენერგია, მისი ფასი დადის მინიმუმამდე და ამ პერიოდში არა მიზანშეწონილია სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის მაღალ ფასად შესყიდვა და ეს თავისთავად გათვალისწინებული იყო ნამახვანის ხელშეკრულების პირობებში, მას ეს 4 თვე თავისუფალ ბაზარზე უნდა გაეტანა ელექტროენერგია და გაეყიდა. ასევე შეზღუდული არ იყო ექსპორტით და ამაზეც იყო აპელირება, რომ ეს 4 თვე ის მთლიანად გაიტანდა ელექტროენერგიას ექსპორტზე. აბსოლუტური სპეკულაცია, მე რო დღეს მოვინდომო ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას ვერავინ ვერ შემზღუდავს, მე ამის უფლება მაქვს კანონით და მე ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე შემიძლია. ისე როგორც ნამახვან ჰესის პირობებში. რა არის ის მბოჭავი ძალა, როდესაც ჩვენ ვერ გაიტან ელექტროენერგიის ექსპორტზე, სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ ის ბრძანება, რომელიც არეგულირებს ექსპორტს, ეს არის ელექტროენერგიის ბაზრის წესები, სადაც წერია, რომ შიდა დეფიციტის პერიოდში ექსპორტზე დენს ვერავინ ვერ გაიტანს. და ეს შეუძლებელიც არის ტექნიკურად გამომდინარე იქიდან, რომ მიწოდება და მოხმარება უნდა იყოს ერთი-ერთში. ანუ თქვენ რომ აანთებთ შუქს, ნატურა უნდა აინთოს, ხო? იმას ნიშნავს, რომ თქვენ რასაც მოითხოვთ, ის უნდა მიიღოთ.
თუ რეალურად ქვეყანაში თქვენ რომ მოითხოვეთ, იმას ვერ მოგცემთ, გაითიშება, ხო? ანუ ავარია მოხდება, იმიტომ რომ ვერ დააკმაყოფილა დეფიციტი. აი ესეთ შემთხვევაში ის პირები, ვისაც სახელმწიფოს გარანტირებულად აქვს მიცემული უფლება ექსპორტზე და არის ესეთი ხელშეკრულებები, რაც ნამახვანის შემთხვევაში ადგილი არ ქონია, ისინიც კი, ვისაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ და პრიორიტეტების სიაში არიან ექსპორტის გატანის შემთხვევაში და აუქციონზეც უკვე რო დაფიქსირებული ქონდეთ და მოთხოვნა გაგზავნილი ქონდეთ ელექტროსისტემაში, ისინიც კი ვერ გაიტანენ ელექტროენერგიას და ის ელექტროენერგია დარჩება ქვეყანაში. ამიტომ შეზღუდვა ექსპორტის ნაწილში არასწორი არის და პირიქით ჩვენ მაქსიმალურად გვაწყობს, რომ გავიტანოთ ექსპორტზე ელექტროენერგია და ამით ასე ვთქვათ, ფინანსური სარგებელი ნახოს კომპანიამ, მით უმეტეს თუ ქვეყანაში ჭარბი ელექტროენერგია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ აგვისტოს თვე და ივნისის თვე, რომელიც ითვლებოდა ჭარბ თვეებად, ანუ როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება იყო მინიმუმი და ასე ვთქვათ, გამომუშავება მაქსიმუმი, შეიცვალა ეს მიდგომები და გახსოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესით შეიცვალა, ხო? თითქმის ყველა ოჯახში უკვე არის კონდიციონერი, ელექტროენერგიის გამოყენება უკვე ელექტროსიგარეტებით შემოვიდა, ხო? აი ამისთვისაც კი ელექტროენერგია გჭირდება. ამიტომ ის თვეები, როდესაც ნაკლებად იყო, ასე ვთქვათ, კრიტიკული, დღეს ეს თვეებიც კრიტიკული გახდა ქვეყნისთვის და ამასაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე ექსპორტი არის მოწესრიგებული არის ასევე დეფიციტის შემთხვევაში ასევე კითხვა წავიკითხე და ასე დავკარგე. მაგრამ არა უშავს. ყოველ შემთხვევაში გახსოვდეთ ერთი ის, რომ როდესაც ექსპორტზე მიდგება საკითხი, არ დაგეზაროთ და აუცილებლად ჩახედოთ ენერგეტიკის მინისტრის 77 ბრძანებას, მე-14 პრიმამუხლს, სადაც აბსოლუტურად დეტალურად არის გაწერილი, რა შემთხვევაში დაიშვება ექსპორტი და რა შემთხვევაში. ამას წყვიტავს კონკრეტულად დისპეჩერი და არც ერთ შემთხვევაში ქვეყნის შიდა დეფიციტის არსებობის შემთხვევაში ექსპორტი ქვეყნიდან ვერ განხორციელდება. ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის არასწორი და უბრალოდ ხალხის შეცდომაში შეყვანა. რაც შეეხება PPA ხელშეკრულებებს, სანამ ანუ ეს ცოტა ხანგრძლივი ისტორია არის, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო აქტიურად ახორციელებოდა რამოდენიმე წლის წინ PPA ხელშეკრულებებს ინვესტორებთან და ეს ინვესტორებისთვის იყო წამახალისებელი მექანიზმი და თქვენ რომ ჩახედოთ გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობას მაშინ და დღეს, ეს არის რადიკალურად განსხვავებული სურათი. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც შემოდის ინვესტორი, მას სჭირდება გარანტია იმისა, რომ ის ამ ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს. ანუ იქნება ყოველთვის სუბიექტი, რომელიც იყიდის საჭიროების შემთხვევაში მის ელექტროენერგიას. სახელმწიფომ ამის ვალდებულება მაშინ აიღო და შემოიღო სწორედ ეს მექანიზმი, რომელიც მსოფლიოში არის ძალიან გავრცელებული, ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს ამას დღესაც. ეს არის გარანტირებულად ელექტროენერგიის შესყიდვა და ფასი არის ფიქსირებული. როგორც წესი, სანამ გაუქმდებოდა ეს ამ ხელშეკრულებებისთან მიდგომები, მერყეობდა 6-დან 9 ცენტამდე გამომდინარე პროექტიდან. ანუ 6 ცენტიანი გარანტირებული სიმძრავლით გაფორმებული ხელშეკრულება იცვლებოდა ძალიან კარგად. ეს ხელშეკრულებები რეგისტრირდებოდა ესკოში, რომელიც იღებდა ვალდებულებას, რომ შეესყიდა თქვენგან ელექტროენერგია და პირველი, ასე ვთქვათ, როდესაც ბალანსი დგებოდა, ბუნებრივია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბალანსი ივსებოდა პირველ რიგში გარანტირებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
როდესაც ჩამოვიდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, მოითხოვა დასაბუთება, რომ აი რა მექანიზმით ხელმძღვანელობდა სახელმწიფო და რა იყო ის ზღვარი, სადამდე სახელმწიფო მივიდოდა, რომ აი ამის იქით ის აღარ აიღებდა ამ ვალდებულებას, რომ შეესყიდა გარანტირებულად ელექტროენერგია. Ну, რა თქმა უნდა, საქართველოს წარმომადგენლებმა ანახეს, რომ მოხმარების ყოველწლიურად მოხმარება იზრდებოდა 5-6%-ით, მაშინ ცოტა უფრო მეტი იყო და იმის, ასე ვთქვათ, საშიშროება, რომ სახელმწიფო ვერ შეისყიდიდა და არ შეისყიდიდა ამ ელექტროენერგიას, არ არსებობდა. თუმცა სამწუხაროდ ცუდი კომუნიკაციის და იქაც არასწორად აღქმული ინფორმაციიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკმა გაცა რეკომენდაცია, რომ არ იქნებოდა შემუშავებული სახელმწიფოს მიერ, ასე ვთქვათ, დათვლის მეთოდოლოგია და მთლიანად მიდგომები ამ გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ძირითადად მზეს და ქარს ჰქონდა ხოლმე, იმიტომ რომ იმათი, ასე ვთქვათ, პროექტები ბევრად ძვირია ხოლმე, ანუ 6 ცენტზე მეტი, როგორც წესი, ჰიდრო ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მზე და ქარი, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდება ხოლმე სახელმწიფოს მხრიდან. ბევრად ძვირი პროექტია ხოლმე და რო ამოიღოს და უკუგება რო ქონდეს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ტარიფი მაღალი აქვთ იმათ. შესაბამისად, ამის შემდგომ სახელმწიფომ შეიმუშავა კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაუშვა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. თუმცა თვითონ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ გამონაკლის და ეს ერთადერთი გამონაკლისი არის ენერგეტიკის სფერო, გამომდინარე მისი სპეციფიკიდან და მისი მნიშვნელობიდან. თუმცა აქაც ბევრი კითხვები არის სამართლებრივ ნაწილში, მაგრამ დროის ძალიან სინცირის თვალსაზრისით თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, შემიძლია რომ მაქსიმალურად გავშალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც გამოყავს ურთიერთობა კანონიდან, მაშინ გარკვეული მიდგომები უნდა გქონდეს, რომ არ იყოს ეს დისკრიმინაციული და კორუფციის ნაწილი, ხო? აქედან გამომდინარე, კარგია რომ ენერგეტიკა არის გამონაკლისში, უბრალოდ უფრო მეტი ინფორმაცია იქნებოდა ძალიან კარგი, რომ არ იყოს, ვთქვათ, თვითონ ინვესტორი და თვითონ სახელმწიფო შემდეგ შეცდომაში შეყვანა. ეს იყო ერთ-ერთი ძირი თემა ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც გითხარით, რომ ძალიან მარტივად არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და რაც მთავარია, თვითონ ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეები აღიარებენ ამ 77 ბრძანებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა იცვლება, ანუ ჰარმონიზაციას გადის ევროპულ კანონმდებლობასთან და იმის აღიარება, რომ ეს სტანდარტი არის ქვეყანაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი და ეს პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩახედოთ და თავად დარწმუნდეთ. მეორე ძირეული საკითხი, ეს იყო მიწასთან დაკავშირებული თემები, რაც ასევე ძალიან მტკივნეულად არის აღქმული მოსახლეობის მიერ და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პლაკატი იყო ის, რომ ქართული მიწა არ იყიდება. თუმცა ქართული მიწა რო იყიდება, ამას ჩვენი კანონმდებლობა სამწუხაროდ უშვებს და ახალი ამაში არაფერი არ არის, ძალიან მარტივად შეგიძლიათ რეესტრით ეს, ასე ვთქვათ, ნახოთ, თუმცა რა არის პროექტებთან მიმართებაში. ანუ ქვეყნის, როდესაც ქვეყნის წინაშე დადგა ინვესტორების მოზიდვის თემა, თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა შესაბამისი პოლიტიკა, თუ რა უნდა შეეთავაზებინა ინვესტორისთვის, რომ ის ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მიმზიდველი თავად ინვესტორისთვის და ეს იყო პროექტისთვის გადასაცემი მიწა სიმბოლურ ფასად, რომელიც ბოლო წლებში ეს მიდგომა შეიცვალა და საბაზრო ფასად გადაეცემა, როგორც წესი, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებია, როდესაც სიმბოლურ ფასად გადაეცემა, თუმცა ამ წუთას არ მახსენდება ბოლო ხელშეკრულებები, სადაც სიმბოლური ფასი ფიქსირდებოდეს, როგორც წესი, საბაზრო ფასი წერია ხოლმე ან ნომინალური ფასი.
თუმცა იყო ძალიან ბევრი და ესეც არ არის ახალი და მხოლოდ საქართველოს know-how, ეს არის ჩვეულებრივად დიდი პროექტებისთვის, როდესაც სახელმწიფო გადაცემს მის საკუთრებაში არსებულ მიწებს. ნამახვანის შემთხვევაში იყო ყველაფერი პირიქით და ძალიან საინტერესოდ. ხელშეკრულებაში თავად ერთი მუხლი არის, რომელიც მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და შემდეგ არის მეხუთე დანართი მთლიანად, რომელიც აწესრიგებს მიწასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. და მსგავსი რეგულაციები, ანუ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით, იყო რა თქმა უნდა ნენსკრაშიც, ონშიც, ხუდონშიც, მტკვარშიც და ასე შემდეგ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც ხელშეკრულებაში არის სოციალურ პროექტებთან და გარემოს დაცვით სტანდარტებთან მიმართებით. ანუ აქ უკვე ხელშეკრულება გადის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობიდან და იშველიებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელსაც უნდა დაემორჩილოს და რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ინვესტორმა. ამ ჩანაწერს თქვენ ნახავთ ხელშეკრულების 5 მუხლში და დარწმუნდებით, რომ საქართველოს კანონმდებლობის გარდა, რომელიც ვალდებული არის, რომ ინვესტორი და უпростоრად ინვესტორს რომ დაეცვა, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მოიძიებს EBRD-ის დაფინანსებას, მაშინ ის ვალდებული არის, რომ EBRD-ის EBRD-ის 2014 წლის მაისის სტანდარტი დაიცვას. თუ მოიძიებს AFC-ს, მაშინ AFC-ს 2012 წლის იანვრის ინტერნეტში გამოქვეყნების თარიღი 2012 წლის 23 ივლისის სტანდარტი დაიცვას. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ანტიჰესისტები იგებენ ხოლმე დაფინანსების წყაროს იმ წუთას ბომბავენ ხოლმე ამ საფინანსო ინსტიტუტებს კრიტიკული წერილებით, გაითვალისწინა ესეც, იმიტომ რომ თავდაპირველად EBRD იყო თვითონ ხელშეკრულების მოლაპარაკების დროს წარმოდგენილი და უშუალოდ მონაწილეობდა ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, შეჯერების პუნქტების შეჯერებისას, თუმცა შემდეგ გავიდა, იმიტომ რომ ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი ანტიწერილი და ასე ვთქვათ, რეაქცია იყო ანტიჰესისტების მხრიდან. ამიტომ ხელშეკრულებამ ესეც გაითვალისწინა და თუ რომელიმე ამ EBRD და AFC საფინანსო ორგანიზაცია არ იქნებოდა, ყველა სხვა შემთხვევაში დაცული უნდა ყოფილიყო ეკვატორის პრინციპები. 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, რომელიც გამოქვეყნებული არის თვითონ ამ ეკვატორის პრინციპების საიტზე. რას ნიშნავს ეს? ეს არის თუ თქვენ ოდესმე გქონიათ შეხება საფინანსო ორგანიზაციებთან, ძალიან მარტივად დარწმუნდებით, რომ ძალიან დეტალურად კონკრეტულად გაწერილი ის სტანდარტი და ის მიდგომები, რაც ინვესტორისთვის არის სავალდებულო. ის ვერ განახორციელებს პროექტს, ვერ მიიღებს ვერანაირ დაფინანსებას, თუ ის ამ სტანდარტს არ დაიცავს და თუ ის ამ სტანდარტებით არ იხელმძღვანელებს. ეს ეხება როგორც სოციალურ პროექტებს, ეს ეხება ასევე გარემოს დაცვით საკითხებს. ეხლა ჯერ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, მიწასთან დაკავშირებით, ეს ხდება ძალიან, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი პროცესი არის, როდესაც ინვესტორის წარმომადგენელი დადის და არა მარტო მიწას აღრიცხავს. აღრიცხავს მასზე თითოეულ ნარგავს, იმ ნარგავიდან, რომელია მრავალწლიანი და რომელია ერთწლიანი, მიღებულ შემოსავალს, მისაღებს შემოსავალს, ამას ითვლის და მას აქვს ვალდებულება, რომ ეს კომპენსაცია ამ მოსახლეს სრულად გადაუხადოს. ანუ თქვენ არ ჩათვალოთ, რომ როდესაც ინვესტორმა გადაიხადა მიწის, ასე ვთქვათ, გამოსყიდვის თანხა, ეს მხოლოდ მარტო მიწას ეხებოდა,
არა ნამდვილად ეს იყო იმ მიწაზე არსებული ხე, ბუჩქი, არ ვიცი, ბალახი, ფოთოლი თუ შესაძლებელი იყო რომ იმ კონკრეტული ასე ვთქვათ ნაყოფი მიეღო და შემოსავალი მიეღო იმ მოსახლეს ეს იყო ანაზღაურებული ისევე როგორც მიუღებელი შემოსავალი და ამის დათვლის მეთოდიკა ბუნებრივია ამ სტანდარტში პირდაპირ წერია და ამით ხელმძღვანელობს ინვესტორი. რა მოხდა ნამახვანის შემთხვევაში? ნამახვანის შემთხვევაში მოხდა ის რომ იყო ძალიან ბევრი სახელმწიფო მიწა რომელსაც კერძო პირები იყენებდნენ საკუთარი საჭიროებისათვის და ისინი არ იყო ბუნებრივია მათზე რეგისტრირებული, ეს იყო სახელმწიფო საკუთრება, ოღონდ გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ხელშეკრულებაში პირდაპირ ნახავთ ჩანაწერს, რომ ინვესტორი ვალდებული იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სახელმწიფო საკუთრება, ესეთი მიწები აღრიცხულიყო, გადასულიყო კერძო საკუთრებაში, გადაეხადა ამ კომპანიას მათზე ისეთივე კომპენსაცია, როგორც რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ მიწაზე და შემდგომ ეს მიწები მათ გადაეცემოდათ სიმბოლურ ფასად. ანუ შეხედეთ რა მოხდა ის სიმბოლურ ფასად გადაცემულ 1 ლარიან მიწაზე რეალურად უმეტეს შემთხვევაში კომპანიას გადახდილი ჰქონდა მოსარგებლეზე კომპენსაცია. ასე რომ კი ნამდვილად იყო სახელმწიფო მიწები გადაცემული 1 ლარად, ოღონდ ამ გადაცემის უკან იყო მთელი ისტორია და ეს ხელშეკრულებაში ყველაფერი ძალიან მარტივად და კარგად წერია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მივიდა საზოგადოებამდე. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ყველაზე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი დეზინფორმაციის დროს არის ის, რომ ნაწილობრივი სიმართლეა, ანუ ვერ შეედავები, იმიტომ რომ მათ აქვს ნამდვილად დოკუმენტი წარმოდგენილი, რომლითაც მიწა იქნა 1 ლარად გადაცემული, უბრალოდ ეს არ არის მთლიანი სიმართლე, რაც ამ 1 ლარიან მიწის გადაცემის უკან დგას ხოლმე. რაც შეეხება გარემოს დაცვით საკითხებს, მე არ ვარ გარემოს დაცვის სპეციალისტი, თუმცა დარწმუნებული ვარ და ამას მოწმობს არაერთი ძალიან ცნობილი კომპანიის მიერ გაკეთებული კვლევები და თქვენ იცით რომ იურისტებში ამბობენ რომ 2 იურისტი სადაც არის იქ 3 აზრი არისო, ასე რომ დარწმუნებული ვარ მით უმეტეს გეოლოგებში, სეისმოლოგებში და ასე შემდეგ, იქაც არის ალბათ განსხვავებული აზრები და მიდგომები, თუმცა აქაც ანუ ინვესტორი შეზღუდული იყო თავისი შეხედულებისამებრ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც გითხარით, აქაც მას გარემოს დაცვის ნაწილში ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვა ეს სტანდარტი. ხშირად ქართველი, ასე ვთქვათ, სეისმოლოგები თუ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები აპელირებდნენ, რომ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამებაო, რაც თავისთავად ელემენტარულია ის, რომ ეს პროექტი ვერანაირად ვერ მოიპოვებდა ფინანსურ მხარდაჭერას ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, თუ მისი კვლევები და მის მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება ამ რომელიმე სტანდარტს, ანუ იმის მიხედვით, რომელი საფინანსო ორგანიზაცია იქნებოდა დამფინანსებელი, არ შეასრულებდა რომელიმე პრინციპს მაინც და ეს ჩვენ რეალობაში ძალიან მარტივია, ხო? ანუ როდესაც თქვენ გაძლევს ფულს და ლაპარაკი არის უზარმაზარ თანხაზე, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ამ ქვეყანაში არ შემოსულა და სამწუხაროდ ჩვენ აი ეს გაუშვით ხელიდან ამ ინვესტიციის შემოდინება, არც ერთი საფინანსო ორგანიზაცია თუ ის დარწმუნებული არ არის, რომ პროექტი არის განხორციელებადი, რომ პროექტის განხორციელების დროს მაქსიმალურად დაცული არის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და სამართლიანი კომპენსაცია არის გადახდილი, რომ გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში მით უმეტეს დღევანდელი მიდგომები ყველგან ისმის გარემოს დაცვასთან მიმართებაში განსახორციელებელი ღონისძიებების და დეკლარირების და მწვანე შეთანხმების, ასე ვთქვათ,
პრინციპები მერწმუნეთ და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც ხვდებით რომ არც ერთი საფინანსო ორგანიზაცია ამ პროექტის დაფინანსებას თავის-თავზე არ აიღებდა. ამიტომ მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია კვლევებზე კომპეტენტური აზრი თქვას, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ საფინანსო ორგანიზაციებში არსებობენ სპეციალური ასე ვთქვათ სტრუქტურები, რომლებიც ამოწმებენ და შემდგომ უკვე დასკვნას აძლევენ მიიღოს თუ არა ამ კომპანიამ დაფინანსება. რაც შეეხება დასაქმებასთან დაკავშირებით, აქაც იყო ამ ხელშეკრულებაში სიახლე გამომდინარე იქიდან რომ ზოგადად როგორც წესი დასაქმებასთან დაკავშირებით ინვესტორსა და მთავრობას შორის ზეპის სიტყვიერი შეთანხმება დგებოდა ხოლმე რომ პროექტში იქნებოდა დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს მოქალაქეები. თუმცა ამ ხელშეკრულებამ უფრო მეტი სიცხადე შეიტანა და ფაზებად დაყო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. კერძოდ საუბარი არის მეოთხე 1/3, მეოთხე 2/12 და მეოთხე 3/1 პუნქტებში, სადაც წინა სამშენებლო ფაზაზე დასაქმებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის 70%, სამშენებლო ფაზაზე 50%, ხოლო ექსპლუატაციაში შესulis შემდგომ 10 წლის განმავლობაში 70% უნდა ყოფილიყო დასაქმებული საქართველოს მოქალაქე, ხოლო 10 წლამდე ბოდიში და 10 წლის შემდეგ უკვე 80%-მდე უნდა ასულიყო. მსგავსი რეგულაცია გვხვდება ნენსკრაში, ოღონდ იქ იყო ზოგადი ჩანაწერი, რომ სულ მცირე 75% საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო დასაქმებული. დასაქმებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვები ძალიან ბევრია და ხელშეკრულებაც ამას ითვალისწინებს, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პროექტი და პროექტის სირთულიდან გამომდინარე, მას სჭირდება სპეციფიური ცოდნის მქონე ადამიანები და ბუნებრივია, რომ შენ ვერ აიძულებ ინვესტორს და კომპანიას, რომ ამ სპეციფიური ცოდნის ადამიანი თუ ვერ მოძებნა მან საქართველოში მიიღოს მან ცოდნა, ან ვერ დაელოდება ხო ინვესტორი და ეს ძალიან ნორმალურია გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო პროექტებშიც ხშირად არის ხოლმე მოწვეული სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე როგორც წესი არის ხოლმე რომ სპეციალური გადამზადების და სპეციალური ასე ვთქვათ კურსები არის ხოლმე სპეციალური ცოდნის მიღებისთვის, რომ წინ წაწიან მათი თანამშრომლები და მერწმუნეთ ნებისმიერ კომპანიას უნდა რომ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს და შესაბამისად მათი ჩართულობა მათთვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა მერწმუნეთ რომ ჩვენ შემთხვევაში ქართულ კომპანიებსაც ძალიან უჭირთ კარგი კადრის და კვალიფიციური კადრის მოძიება და ბუნებრივია ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმასაც რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში ხო ვერავის ვერ აიძულებ იმუშაოს და ვერავის ვერ მიცემ ძალით იმ ცოდნას, რა ცოდნის ადამიანი ჩვენ გჭირდება. ამიტომ კომპანია აიძულო, რომ ყველა შემთხვევაში დაასაქმოს ცოტა უხერხული და გაუგებარია და ბუნებრივია ამ შეზღუდვას ითვალისწინებდა ხელშეკრულება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ინტერესი იმისა, რომ ანუ 300 ოჯახი თურქი ჩამოვიდო და საქართველოში და იქ დასახლდებოდა, ნუ იმ თურქსაც უნდა ვკითხოთ, უნდა თუ არა საქართველოში ჩამოსვლა და რა უნდა გააკეთოს, ხო? იმათი შენახვა კომპანიისთვის ბევრად უფრო რთული და მძიმე იქნებოდა, ვიდრე ადგილობრივების დასაქმება და ადგილობრივებისთვის ხელის შეწყობა, რომ მიეღო ის შესაბამისი ცოდნა ამ ასე ვთქვათ გარკვეული საქმის განხორციელებისთვის. არ ვიცი რამდენად მაქვს დრო რომ გავაგზელო ასე ვთქვათ საუბარი თვითონ ხელშეკრულების ნაწილზე, გამომდინარე იქიდან რომ მინდა რომ თქვენ თუ გაქვთ რაიმე კითხვა და მოსაზრება, ან თუ თქვენ გსმენიათ რაიმე მითის შესახებ, სწორედ იმასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ასე ვთქვათ მოსაზრება და მიგითითოთ თუ სად უნდა ნახოთ აღნიშნული ინფორმაცია, რომ
შეძლოთ დაწმუნდეთ რომ ეს მითია თუ რეალობა ყოველ შემთხვევაში თუ კითხვები არ გაქვთ და აბსოლუტურად გასაგებად ლაპარაკობთ ისე რომ არ ტოვებთ კითხვების საშუალებას ვახსენებ აუცილებლად პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ფორს მაჟორს რომელსაც ასევე ითვალისწინებდა ხელშეკრულება და ესეც არ არის ასე ვთქვათ სიახლე ქართულ ხელშეკრულებაში და მსგავსი პროექტის ხელშეკრულებაში როდესაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის და კომპენსაციის ნაწილი განსხვავდება პოლიტიკური და არაპოლიტიკური ფორს მაჟორისგან. ბუნებრივია, რომ არაპოლიტიკური ფორს მაჟორის დროს მთავრობის პასუხისმგებლობა იყო გამორიცხული და კომპენსაცია არ იყო გათვალისწინებული. ნებისმიერი სტიქიური მოვლენა და ასე შემდეგ, ხო? არაპოლიტიკური ასე ვთქვათ ფორს მაჟორის განმარტება მარტივია. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკური ფორს მაჟორი, რომელიც იყო განმარტებული, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებაში, ითვალისწინებდა მთავრობის სრულ პასუხისმგებლობას, ძალიან მძიმე მუხლი არის და ხშირ არავინ ამ მუხლზე არ საუბრობდა, როდესაც რეალურად ხელშეკრულებას აკრიტიკებდნენ. ყველაზე რთული და ცუდი შედეგი ამ ხელშეკრულების იყო სწორედ პროექტის ჩავარდნა და არაპოლიტიკური ფორს მაჟორის დადგომა, როდესაც სახელმწიფოს აქ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული კომპენსირების ნაწილში, მას აქ ძალიან დიდი თანხის გადახდის ვალდებულება და სამწუხაროდ სწორედ ამ მუხლის, ასე ვთქვათ, ამოქმედება იქნა გამოწვეული. ამ მუხლთან დაკავშირებით იყო ძალიან დიდი დისკუსიები თავის დროზე. იმიტომ რომ ეს თავრობამ ძალიან კარგად იცოდა რომ რა მოყვებოდა იმ შემთხვევაში თუ პროექტი ჩავარდებოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თავრობა მაქსიმალურად იყო მომართული და არწმუნებდა ინვესტორს რომ პროექტი იყოს აქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და თავრობა ამას არ დაუშვებდა, მიუხედავად ამისა ინვესტორმა სამწუხაროდ მაინც გაითვალისწინა, მაინც დაუშვა რომ ქვეყანაში შესაძლებელია შექმნილიყო არაპოლიტიკური ფორს მაჟორი და მით უმეტეს ინვესტორი ეუბნეოდა რომ თუ ესეთი დარწმუნებულები ხართ რომ აღნიშნული მუხლი არ ამოქმედდება, მაშინ იყოს, ხო? ანუ იყოს იმიტომ რომ ეს იყოს გარანტია საფინანსო ორგანიზაციებისთვის რომ ძალიან მარტივად მოვიპოვოთ დაფინანსება, რომ ჩვენ განვაცხადოთ რომ სახელმწიფო და ასე ვთქვათ საზოგადოება მზად არის ამ პროექტის განხორციელებისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში ბუნებრივია დგება პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი თითქოს პროექტი ჩააგდო თავრობამ და ამოქმედდება ყველა ის მუხლი, რა შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა თავრობაზე გადმოვიდოდა და ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ რეალურად ეს ნაწილი დაიწყო, იცით რომ ხელშეკრულება მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადიკალური მხარე ძალიან ასე ვთქვათ მიამიტად ითხოვს მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც არასწორი არის, იმიტომ რომ არავინ იმ ინფორმაციას იქიდან არ გამოიტანს და არც იქნება სწორი რომ გამოიტანოს, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მინიმალური დაკარგით გამოვიდეს ქვეყანა. სავარაუდოდ როგორც წესი პროცედურულად ქირაობს შესაბამისი სამინისტრო ამ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამისი იურიდიულ ფირმას, რომელიც გაუკეთებს ანალიზს თუ რა შანსები აქვს საქართველოს ამ დავაში, ასე ვთქვათ, შესulis და მაქსიმალურად ეცდება, რომ უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მოლაპარაკებით და შესაბამისი თანხის შეთავაზებით არ მივიდეს საქმე არბიტრაჟამდე, გამომდინარე იქიდან, რომ არბიტრაჟი გარდა იმისა, რომ ძალიან ძვირიანი სიამოვნებაა, იმიტომ რომ ქვეყანა სჭირდება შესაბამისი იურიდიული ფირმის და იურისტების დაქირავება, რომ წარმოადგინოს ქვეყანა, გარდა ამისა
თანხის გარდა რეპუტაციულად ძალიან მძიმე არის და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი ქვეყანა რომ თავი აარიდოს საინვესტიციო დავებს, გამომდინარე იქიდან რომ შემდეგ საინვესტიციო გარემოს შეფასებისას ძალიან ბევრი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს და ყველა საინვესტიციო დავა ქვეყანას ბევრად უფრო მძიმედ უჯდება ხოლმე ინვესტორთან მოლაპარაკებების დროს, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც არ შედიან საინვესტიციო დავაში და ითვლება, რომ იქ საინვესტორი მაქსიმალურად დაცულია და მას შეუძლია მისი ინვესტიცია ჩადოს და პროექტი განახორციელოს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ის სიგნალი, რაც წავიდა ინვესტორის ზოგადად ენერგეტიკაში ინვესტორებისთვის იყო ძალიან ცუდი, თუმცა გამომდინარე ჩვენი მიმზიდველობიდან და ჩვენი ასე ვთქვათ გონიერებიდან არ არის ბევრი ქვეყანა, სადაც აქვს პოტენციალი ესეთი დიდი პროექტების განხორციელების. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისევ შევძლებთ დავარწმუნოთ იგივე ან სხვა ინვესტორი რომ პროექტი განახორციელოს, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფუფუნება, მხოლოდ რამოდენიმე პროექტის განხორციელება, დიდ პროექტს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ქვეყნის ეკონომიკა, რადიკალურად დააყენოს ქვეყანა ფეხზე და შემოაბრუნოს და ძალიან დიდ ამბიციებზე გავიდნენ და სწორედ ამიტომ არის რომ მაქსიმალურად გარე ძალები ცდილობენ რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში და ასე ვთქვათ ემოციურ და პატრიოტულ სულის კვეთებაზე დაარწმუნოს რომ ეს არის ცუდი. რაც შეეხება გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, მეც ისევ მიყვარს საქართველოს, შეიძლება ცოტა უფრო მეტად სხვასთან შედარებით, ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია ხოლმე თითოეული ხეს თუ ყვავილის, ასე ვთქვათ, მოჭრა მოწყვეტა, მაგრამ არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროთ და ხშირად მაგ ხოლმე კითხვა და სულ მინდა ხოლმე დაუსვა, ყოველთვის თავს არიდებენ ამ კითხვაზე და იქნებ თქვენ გქონდეთ ამის შესაძლებლობა, რატომღაც არავინ არ ეწინააღმდეგება თბოსადგურების მშენებლობას. მე არ ვეწინააღმდეგები თბოსადგურის მშენებლობას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული ობიექტები, მაგრამ გარემოზე ზემოქმედება მათ გაცილებით, ასე ვთქვათ, მაღალი აქვს და ბევრად უფრო ზიანის მომტანი არის, ვიდრე ნებისმიერი ჰესი. მაგრამ ვერც ერთ გარემოს დამცველს ვერ ნახავთ აპროტესტებდეს და გამოდიოდეს თბოსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ, რაც მე ვფიქრობ, რომ კარგია, მაგრამ გარემოს დამცველისთვის რამდენად კარგი არის ეს თავად, ასე ვთქვათ, განსაჯეთ, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი პროექტები არის, რომელიც ქვეყნისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა და ამ დროს ვფიქრობ, რომ საზოგადოება ბევრად უფრო გონიერი უნდა იყოს, კრიტიკულად უნდა შეხედოს, არ უნდა ენდოს მხოლოდ ერთი წყაროდან მოწოდებულ ინფორმაციას და აუცილებლად გადაამოწმოს, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან მარტივია. არსებობს საკანონმდებლო მაცნე, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი კანონი და ნორმატიული აქტი ძალიან მარტივად მოიზიდოთ, ბოდიშით მოიძიოთ და ასევე არსებობს ძალიან ბევრი საინფორმაციო წყარო, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ჰესების მიმართ განწყობა ზოგადად ევროპელების, მსოფლიოს და ასე შემდეგ. ის კი არა, დღეს უკვე ატომურ სადგურებზე არის ხომ საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ოღონდ რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებულები და ყველაფერზე მიდიან. ეს არის უზარმაზარი ფინანსური დანაკარგი ევროპისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ, რომ 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, როგორ უნდა ჩამოშორდნენ ნელ-ნელა რუსულ გაზს და ეს არ დაგავიწყდეთ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი რესურსი და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, მიიღეს გადაწყვეტილება და ნელ-ნელა უკვე გადადიან მოქმედებაზე, რომ არ იყვნენ დამოკიდებული
იმ ასე ვთქვათ, საშიში ქვეყანაზე და ჩვენ მით უმეტეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და კრიტიკულად უნდა შევხედოთ, რომ ვის უნდა აწყობდეს, რა მოუტანს ნამდვილად ქვეყანას და ხშირად მიფიქრია, რომ ჩვენ რომ არ გქონდეს ენგურჰესი, რომელსაც ასევე უზარმაზარი წინააღმდეგობა ჰქონდა, ასე ვთქვათ, ბევრი ქართველის და ბევრი გამოდიოდა მის წინააღმდეგ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს გვაქვს ენგურჰესი, რა იქნებოდა. და ის რომ ჩვენ რამოდენიმე წელიწადში უკვე გქონდეს ნამახვანი, რა მოხდებოდა, ხო, რა, ასე ვთქვათ, გარღვევა იქნებოდა ქვეყნისთვის და ნამდვილად გულდასაწყვეტია და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ესეთი დიდი პროექტები, მათ შორის ანაკლიის პორტი, ანუ ის რამაც შეიძლება, რომ ეს ქვეყანა საერთოდ სხვა გზაზე წაიყვანოს, საზოგადოებისგან მეტი მხარდაჭერა ქონდეს და საზოგადოება მზად იყოს პირველ რიგში ასეთი პროექტებისთვის. თუმცა რა თქმა უნდა არ მინდა ხა ესეთ პესიმისტურ განწყობაზე დავამთავრო, ძალიან კარგი რამ მოხდა, ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანია უკვე ამ საკითხებით, ძალიან ბევრმა უკვე გადააფასა და მერწმუნეთ ეს არის უზარმაზარი გარღვევა ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყებთ ამ თემებზე საუბარი. აქ ენერგეტიკას ძალიან ბევრი პრობლემა, რომელზეც დღეს მე არ მისაუბრია და არ გეგონოთ რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის დახურული თემები, როგორც წესი, არავინ არ საუბრობს და არავინ უმეტეს შემთხვევაში ხელშეკრულებები არის გასაიდუმლოებული, კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული და ასე შემდეგ, თუმცა მნიშვნელობა და პროექტის, ასე ვთქვათ, განხორციელება, მით უმეტეს ამხელა ინვესტიციის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდაც და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მხარდაჭერა პროექტისადმი გაიზრდება და ის მითები, რაც არსებობდა, ნელ-ნელა დაიმსხვრევა. მაკა, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ თქვენც აღნიშნეთ ძალიან დიდი თემა არის, კომპლექსური თემა არის, ზოგადად არა მხოლოდ ნამახვანი, ზოგადად ენერგეტიკა და საზოგადოებამ ეხლა დაიწყო ამაზე, როგორც ანუ რაციონალურად ხედვა ამ თემებზე, მეტნაკლებად ალბათ და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გთხოვოთ, რომ კიდე დავაორგანიზოთ სხვა თემებზე ვებინარები, სადაც რაღაც სხვა პერსპექტივიდან შევხედავთ უკვე ამ თემებს, იგივე პრობლემატიკას და შესაძლებლობებსაც. და შემდეგი კითხვა ალბათ რაც ყველას აინტერესებს და ყველასთვის ტოპ კითხვა არის ალბათ ამ ნამახვანთან დაკავშირებით, ვებინარს ქვია გაშვებული შესაძლებლობა. გაშვებული არის ნამდვილად ეს შესაძლებლობა თუ რაღაც ოპტიმისტები თუნდაც მცირედით მაინც შეგვიძლია ვიყოთ ამ კონკრეტულ ინვესტორთან მიმართებაში გულისხმობ რა თქმა უნდა, თორე რა თქმა უნდა შეიძლება გამოჩნდეს სამომავლოდ სხვა ინვესტორები, მაგრამ ენკას გულისხმობ თუ არსებობს რესურსი იმისი, რა თქმა უნდა სამართლებრივი ჭრილიდან გულისხმობ ხა ამას და არა პოლიტიკური, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს და ნუ გაგრძელდეს რეალისტურად თქვათ უახლოეს მომავალში. სიმართლე გითხრათ, ენკამ ყველაფერი რაც კი გააჩნდა, დახურა, ყველა თანამშრომელი გაუშვა აბსოლუტურად, რეალურად მას საქართველოსთან აღარაფერი აღარ აკავშირებს. თუმცა და მან დააანონსა ახალი პროექტები გერმანიაში, ინგლისში და რუსეთში. მას რუსეთში უნდა აეშენებინა Yandex-ის მთავარი ოფისი, ასე რომ გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან დარწმუნებული ვარ, რომ ის Yandex-ის ოფისს რუსეთში აღარ განახორციელებს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი პროექტი აქვს რუსეთში განხორციელებული, მათ შორის ამერიკის საელჩოები აქვს აშენებული, იმიტომ რომ ხშირად აპელირებდნენ, რომ აი რუსეთის, ასე ვთქვათ, ლობისტური კომპანია არის, არა, ამერიკის საელჩოებიც მრავლად აქვს აშენებული. მე ვფიქრობ, რომ მათ უფრო, ანუ ინვესტორი შემოდის არა მარტო ფულის საკეთებლად ქვეყანაში, არამედ მას რაიმე ემოცია უნდა აკავშირებდეს. ენკასთან ემოცია იყო BIP-ის კონტრაქტორობა, როდესაც მან წარმატებით განახორციელა, იცით, გაფართოების გეგმა, რაც ითვალისწინებდა, ასე ვთქვათ,
ხელშეკრულება ისინი ძალიან გულნატკენები იყვნენ და ისინი ბოლო დროს არ მალავდნენ იმ გაუთავებელ შეურაცხყოფას, რაც მოდიოდა ადგილობრივი, ასე ვთქვათ, პროტესტისაგან და თვითონ საზოგადოებისგან. ხო, ხა თქვენც რომ იყოთ, ხა თურქეთში ქართველი და აქ გინდა, ანუ ხო ხდებით, ხა ემოციურად ძალიან რთული იყო, ისინი ძალიან დამცირებულად გრძნობდნენ თავს, ბოლომდე იბრძოდნენ პროექტისთვის, მერწმუნეთ, იმიტომ რომ როდესაც პური და წყალი აღარ ქონდათ მის თანამშრომლებს, აი მხოლოდ მაშინ გადმოიყვანეს უკვე თანამშრომლები, ბოლომდე ქონდათ იმედი, რომ საზოგადოება გონს მოეგებოდა. ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება მათი შემოbrunება, გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ნაკლებად რეალისტურია. ნაკლებად რეალისტურია. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ დღევანდელი პერსპექტივიდან ნაკლებად რეალისტურია. მე არ ვიცი თუ მაგ შესაძლებლობა. ჩატში არის კითხვები და ვფიქრობ საინტერესო კითხვები, მაგრამ შესაძლებლობა გვაქვს თუ თქვენი დრო გვაძლევს ამას. კი, არა, არანაირი პრობლემა. შეაქნება აქედან გადავიდეთ. ზოგადად გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე უარი ძალიან მძიმე არის, იმიტომ რომ ეს პროექტის დაფინანსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ფინანსურ ნაწილში ვერ შევალ, უბრალოდ ეს ჩემი პირადი აზრი არის, რა თქმა უნდა, ამას ალბათ უფრო ფინანსისტები გაგცემენ ამაზე პასუხს. პრემიალური ტარიფი, რომელიც დღეს არის გათვალისწინებული, ვფიქრობ, რომ კი გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ საფინანსო ორგანიზაციებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ალბათ იყო უფრო მეტი ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან, რაც იდო PPA ხელშეკრულებაში. რაც შეეხება პრემიალურ ტარიფს, იცით რომ ეს ეხება მხოლოდ 4 თვეს და რეალურად ამ პერიოდისთვის აღნიშნულ თანხამდე ტარიფის ჩამოსვლა არის ვფიქრობ ცოტა არარეალური და ჩვენ ამაზე არაერთხელ დავაფიქსირეთ აზრი თვითონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს, თუმცა ამ წუთას თვითონ ქვეყანას მეტი შესაძლებლობა წახალისების არ აქვს. ისინი მუშაობენ წახალისების მექანიზმებზე, ფიქრობენ რომ დღეს ბოლო შესული ცვლილებებით იცით რომ ეს ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჰიდროს, დღეს უკვე მზეს და ქარსაც ეხება, თუმცა როგორც გითხარით, არ ვფიქრობ რომ ეს არის ქმედითი მექანიზმი. სულ არარაობას, რა თქმა უნდა, კარგია რომ არის, მაგრამ უფრო მეც ვისურვებდი. რა თქმა უნდა, გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იყო აბსოლუტური გარანტია და უფრო ძლიერი მექანიზმი, რომ ინვესტორი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რომ ნამდვილად ამოიღებდა მის მიერ ჩადებულ ინვესტიციას. კონტრაქტიდან დასვლა, მე არ მაქვს უფლება რომ დავასახელო ეს თანხა, ეს არის უზარმაზარი თანხა. თანხა, რომელიც მოთხოვნილია თვითონ კომპანიის მხრიდან, ფაქტიურად კონტრაქტის ღირებულების ორმაგი არის, თუმცა სავარაუდოდ ეს არ იქნება ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის და ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ არის ეს მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დარჩეს იმ ოთახში, რა ოთახშიც ხდება ეს მოლაპარაკებები. თავარია, რომ სახელმწიფო გამოვიდეს მინიმალური, ასე ვთქვათ, დანაკარგი,
მაგალითით, იმიტომ რომ რეალურად ინვესტიციის რაღაცა გარკვეული ნაწილი კომპანიას ნამდვილად განხორციელებული ქონდა და ამის მოთხოვნის შესაძლებლობა მას ისედაც დაუდგება, თუმცა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმი და მას მოთხოვნილი აქვს მაქსიმუმი. ეს არის უზარმაზარი თანხა. გაცილებით მეტი ვიდრე 800 მილიონი. ამაზე დავით ძალიან ბევრი საუბრობდა და თვითონ სახელმწიფომაც გააჟღერა რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტის განხორციელების მე პიროვნულად არ მჯერა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტის და ვფიქრობ რომ ინვესტორი ბევრად უფრო კარგად და განახორციელებს პროექტს თუმცა თუ ეს იქ ჩემთვის მთავარი არის რომ პროექტი არსებობდეს და საქართველოს კონდეს ინფრასტრუქტურა იმისი რომ არ იყოს სხვაზე დამოკიდებული და მას კონდეს და შესაძლებლობა დააკმაყოფილოს მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში თუ თქვენ მეტყვით ერთ კომპანიას მაინც სადაც სახელმწიფოს მონაწილეობით ის არის წარმატებული მე დავიჯერებ რომ სახელმწიფოს მონაწილეობა იქნება ამ შემთხვევაში გამართლებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროექტის განხორციელებისთვის ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა რას ვაკეთებთ, თქვა გააკეთა სახელმწიფომ პროექტი და შემდეგ გაყიდა. რა მექანიზმი გვაქვს, რომ ის აუცილებლად სახელმწიფოს დარჩება, ხო? ან რამდენად შეძლებს სახელმწიფო გვაქვს ენგურჰესი, რაც არის სახელმწიფო საკუთრება და მერწმუნეთ, რომ ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ არის ენგურჰესი და ყველა შესაძლო შემთხვევაში იჩაგრება როგორც წესი, იმიტომ რომ ის ატარებს ქვეყნის პოლიტიკურ სახეს, იმიტომ რომ ქვეყანა იყენებს მას მისი პოლიტიკის განსახორციელებლად. ენგურჰესი რომ დღეს იყოს კერძო საკუთრება, მერწმუნეთ ბევრად უფრო კარგი ენერგეტიკული სისტემა გვექნებოდა. თუმცა როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის პიროვნულად არ არის პრობლემა, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული რამდენად ეს გაამართლებს, მაგრამ თუ მოსახლეობის და ზოგადად ეხლა თქვენ ბიზნესში ხართ და ხვდებით რომ რა თქმა უნდა კერძო ინვესტორის დაინტერესება პროექტის წარმატებისა ბევრად უფრო მეტია და რამდენად კორუფციასთან მიმართებით იქნება ეს ყველაფერი დაცული, რამდენად ღია და საჯარო იქნება ეს ყველაფერი, მე მაქვს რა თქმა უნდა კითხვები და არა მარტო მე, ალბათ ყველას გვაქვს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა თუ გამოვალთ ენერგო უსაფრთხოებიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ პროექტი განხორციელდეს და მე ამაში ვერ ვხედავ კატასტროფას, თუმცა ვისურვებდი რომ ეს გააკეთოს ინვესტორმა. ხო, თუ ეს მოსახლეობისთვის იქნება ასე ვთქვათ, მაგრამ არ ამგონია რომ მოსახლეობას ეს აინტერესებდეს, რომ რეალურად, იმიტომ რომ იქ უკვე გაჩნდა ბევრი კითხვები და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღემდე ლოზუნგი აქვთ არა ნამახვანხეს, არა ის რომ სახელმწიფომ გააკეთოს და განახორციელოს ეს პროექტი, არამედ ისინი უბრალოდ ამბობენ და მე ეხლა უბრალოდ ფიზიკურად დრო არა მაქვს, არ ვიცი რამდენად გაინტერესებთ, მაგრამ როდესაც მოლაპარაკებები მიდიოდა ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენლებთან, როდის დაიწყეს მათ გაპროტესტება აღნიშნული მოლაპარაკებების, როდესაც მათ არ დაუკმაყოფილდა არც ერთი მოთხოვნა, იმიტომ რომ ისინი ერთადერთი ითხოვდნენ, რომ პროექტი აუცილებლად გაჩერებულიყო და მათ ვერც ერთი მტკიცებულება და ვერც ერთი ფაქტი ვერ წარადგინეს, რატო უნდა გაჩერებულიყო პროექტი. და როდესაც ვერ დაარწმუნეს ბრუკი არა გვარი აღარ მახსოვს წარმომადგენელი მათ იმ წუთას თქვეს რომ არენდობიან ამ მოლაპარაკებებს და შემდეგ გადავიდნენ უკვე სხვა ასე ვთქვათ შეტევაზე რომ აი სახელმწიფო პირველი ის რომ ბარიერები არ აიღეს და აი მე რომ ვითომ მიწა არ მიცეს რომ იქ თავიანთი კარავი დაედგა. ანუ მათ მიზეზი ყოველთვის ექნებათ და ეს მიზეზი არ არის სავარაუდოდ რომ სახელმწიფო ააშენებს თუ არა. ეს რომ იყოს რეალურად იმის მიზეზი სახელმწიფო ააშენებს თუ არა, ვფიქრობ რომ უნდა წავიდეს მაშინ სახელმწიფო ამ დათმობაზე და შევიდეს წილობრივად. თუ ეს არის რეალური მიზეზი, რაშიც
მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და ეჭვი მეპარება. თუმცა მე ბოდიშით უბრალოდ რომ ამდენ დროს გაკარგვინებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი, რაც იყო ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, იყო ფონდის შექმნა. გახსოვთ, რომ თავიდან მილიონი უნდა ყოფილიყო. ნებისმიერი პროექტი უნდა იყოს მოსახლეობისთვის შესაძლებლობა. ამაში მე აბსოლუტურად დავეთანხმები ყველას და ვფიქრობ, რომ როდესაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, იქ მოსახლეობის ასე ვთქვათ სარგებელი უნდა იყოს ძალიან დიდი. მათ უნდა აინტერესებდეთ ეს პროექტი და მათ უნდა ქონდეთ მოლოდინი, რომ ამ პროექტისგან მიიღებენ სარგებელს, მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მათი საარსებო ასე ვთქვათ პირობები გაუმჯობესდება. ეს ნამდვილად უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ასე ვთქვათ მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს ფონდი რომელიც იყო გაშხერებული, შესაძლებელი იყო, რომ მოსახლეობას კარგად გამოეყენებინა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მათი ასე ვთქვათ საარსებო წყაროს უკეთ ასე ვთქვათ გაეთვალათ. გეთანხმებთ რომ ინვესტორი ხო? ხო, დავით, ანუ ამას ნებისმიერი ბიზნესმენი იტყვის, რომ ნუ რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფო იქნება ყოველთვის, ასე ვთქვათ, ეჭქვეშ და სახელმწიფოს არც აქ, ანუ სახელმწიფომაც უნდა დაიქირავოს, ხო, მას თვითონ ვერ განახორციელებს ამ პროექტს. ისე უნდა დაიქირავოს სამშენებლო კომპანია და რამდენად გააკონტროლებს, ეს კიდე სხვა საკითხია, ხო, იმიტომ რომ მას უნდა კონდეს შესაბამისი ცოდნა და სპეციალისტები უნდა ყავდეს, ვინც ამას შეაფასებს და ჩვენ ესეთები სამწუხაროდ არ გვყავს. ამ პროექტმა სხვადასხვა ამ ხრივაც, ანუ ენერგეტიკული სპეციალისტების მხრიდანაც ძალიან დიდი დანაკარგი ქონდა და ამაზეც იყო საუბარი, რომ რამხელა შესაძლებლობა იყო მომავალი ენერგეტიკოსებისთვის, რომ დასაქმებულებიყვნენ და ასე ვთქვათ, мотиваცია ქონოდათ, რომ მათი ცოდნა და მათი კვალიფიკაცია აემაღლებინათ. და თუ შეგჩაგერის მაინც გითხრათ კონტრაქტზე დავარღვით. კი, სამწუხაროდ სახელმწიფო არის კონტრაქტის მხარე, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მოწონებული ასე ვთქვათ ხელშეკრულება და პირდაპირ არის ანუ სარჩელი, როდესაც შევა, ანუ საარბიტრაჟო დავა, როდესაც დაიწყება, ეს არბიტრაჟო დავა იქნება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და არაპოლიტიკური ფორს-მაჟორი არის სახეზე. მტკიცება იმისა, რომ ეს არ იყო არაპოლიტიკური ფორს-მაჟორი, ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ინვესტორი უკვე იმზადებოდა ამ დავისთვის, იმიტომ რომ მათ მიერ გამოთქმული, ასე ვთქვათ, თითეული გამოსვლა, თითეული მოწოდება იყო ძალიან მოზომილი. ისინი ყოველთვის გამოდიოდნენ და ღიად აცხადებდნენ, რომ მზად არიან დისკუსიისთვის, მზად არიან ნებისმიერ კვლევაზე, რომ იმსჯელონ, მიუტანონ საზოგადოებას. არის უამრავი, ასე ვთქვათ, ვიდეო და ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილი არის, როგორ ქვებით ესვრიან, თანამშრომლებს როგორ ავიწროვებენ და ამიტომ მათ აქვთ საკმარისი მეტი მტკიცებულება იმისა, რომ დასტურონ, რომ ეს იყო არაპოლიტიკური ფორს-მაჟორი და არაპოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპენსირების ნაწილი არის ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე. კორუფციული დემოდეს ფაქტებს რომ ეთიკით სამწუხაროდ სკერცენით. კორუფციული კი ბატონო, რა თქმა უნდა. ანუ ეს სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია და აქედან გამომდინარე ცოტა ძნელი იქნება, რომ საზოგადოებაში ამაზეც იქნება, ხო, ყოველთვის აჟიოტაჟი, რომ სახელმწიფო როგორ იყენებს რესურსს, რანაირად იყენებს და ცალკე თქვა დეპარტამენტი უნდა შეიქმნას სავარაუდოდ ამ პროექტის გასაკონტროლებლად, თუმცა არ ვიცი რამდენად ალბათ ის სპეციალისტები, ვინც შემდგომ უნდა შეაფასონ, უნდა დაიქირაოს სახელმწიფომ. ამიტომ ბევრად უფრო რთული იქნება ანუ გამოდის რომ 1 მილიარდი სამწუხაროდ
ძალიან სამწუხაროდ, თუმცა იმედი გვაქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ინვესტორის, ასე ვთქვათ, დარწმუნებას და თუ შემოbrunებას, ეს იქნება, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან კარგი. მაგრამ რამდენად ჩვენი საზოგადოება ამისთვის არის მზად, ეს კიდევ მეორე საკითხია. რა თქმა უნდა, ანუ თქვენ საქართველოს ბანკშიც რომ მიხვიდეთ ნებისმიერი პროექტის, ასე ვთქვათ, დასაფინანსებლად, მათ აქვს თავიანთი მოთხოვნები, ხოლო თქვენ წარმოიდგინეთ EBRD, AFC-ს, ხოლო აქ მთელი ტომები მოთხოვნების, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ინვესტორი და ეს არის რომ მე ძალიან მინდა რომ გამოვიდეს ეს პროექტი და ძალიან ბევრს ვიხსოვდი, მერწმუნეთ რომ არანაირი ჩემი ფინანსური დაინტერესება ან რაიმე ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ რეალურად მჯერა და ზუსტად ვიცი, რას მოუტანს ეს პროექტი ამ ქვეყანას და მე მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და მე მინდა რომ ჩემი შვილი იცხოვროს, ისწავლოს და ამ ქვეყანას გამოადგეს. ამიტომ აი ძალიან მონდომებული ვიყავი და ჩემი არანაირი ძალისხმევა, არც დრო, არც ცოდნა ამისთვის არ დამიშურია, თუმცა არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ იმედია რომ შემდეგში უფრო მობილიზებულები ვიქნებით, მათ ძალიან დიდი ძალა აქვს სამწუხაროდ, ძალიან კარგად ორგანიზებულები არიან და ძალიან კარგად იციან რა როგორ გააკეთონ და ამაში ისინი ნამდვილად გჯობნიან, ამის აღიარება ანუ ფაქტია რომ ეს არის და შედეგი არის სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მათ მოიგეს. კი. თუმცა ბრძოლა მოიგეს იმედია და არა ომი. ეს ამის იმედი რა თქმა უნდა მეც მაქვს. დიდი მადლობა თითოეულ თანამონაწილეს, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია, რომ შემდეგ მინიმუმის მაინც იცოდეთ, სად უნდა გადაამოწმოთ და როგორ უნდა გადაამოწმოთ. ყოველთვის ღია ვარ ნებისმიერი დისკუსიისთვის, ნებისმიერი კითხვისთვის, ასე რომ სიამოვნებით ნებისმიერ დროს შემიძლია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბრო და თქვენთან ერთად გადავწყვიტო, ასე ვთქვათ და მონაწილეობა მივიღო ამ ქვეყნის ბედის სწორად წარმართვისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ერთად აუცილებლად შევძლებთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას და წინ წაწევას. მაგ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ, წერანაც თქვი და კიდე გავიმეორებ, რომ აუცილებლად გთხოვთ, რომ კიდე სხვა ვებინარები დავაორგანიზოთ უკვე სხვა საკითხებზე, ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. უდიდესი მადლობა დღევანდელი ვებინარისთვის. ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, ალბათ კიდე ძალიან ბევრი საათი შეიძლება გაგრძელდეს დისკუსია, იმდენად აქტუალურია თვითონ თემა და იმდენად საინტერესოდ გადმოსცემთ თქვენ ამ ყველაფერს და პროფესიონალურად არც თავარია. მადლობა ყველა მსმენელს, რა თქმა უნდა, მონაწილეს ვებინარის, დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს, რომ კიდე მალე შევხვდებით უკვე ამჯერად უკვე სხვა თემით. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. კარგად.